საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთოს მისიის საქართველოში აღდგენის სხვა გზებს ეძებს. საუბარია 2009 წელს საბერძნეთის ხელმძღვანელობის დროს შემოთავაზებულ წინადადებაზე. მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, მაშინ იყო გარკვეული ელემენტები, რომლის ამოქმედება შეიძლებოდა. მინისტრის მოადგილი ამბობს, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთი ბლოკავს 16 წლიანი მისიის მანდატის გაგრძელებას საქართველოში. რუსეთს სურს, რომ ეუთომ ცხინვალში გახსნას ცალკე მისია, რომელიც არ იქნება თბილისში არსებულ მისიაზე დამოკიდებული. ძალიან დიდი სურვილი არის, რომ საქართველოში აღდგეს ეუთოს მისია, მაგრამ ერთი დელეგაციის გამო, რომელიც ბლოკავს ამ საკითხს, ეს ამის მიღწევა ვერ ხერხდება. შეიძლება გარკვეულწილად 2009 წელს საბერძნეთის დელეგაციის მიერ წამოყენებული, როგორც მოქმედი თავმჯდომარის წინადადება, მისი ასე ვთქვათ მოდიფიცირება მოხდეს ამის შესახებ, მაგრამ აქ არ იქნება არანაირი უკან დახევა, აქ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უნდა იყოს აუცილებლად ეუთოს მისია საქართველოში, აქ რა თქმა უნდა არანაირი უკან დახევაზე საუბარი არ არის.